ცვლილებების, გონების რევოლუციისა და მოულოდნელობის ეპოქა იწყება შენს ნიშანში. ტყუპებო, ამ დღიდან იწყება ახალ რეალობასთან თამაში და ამ თამაშის მთავარი მოთამაშე ხარ შენ. ურანი, ტექნოლოგიების, გარღვევების, თავისუფლებისა და მოულოდნელობის პლანეტა 7 ივლისიდან შედის შენს ნიშანში და რჩება იქ 2032 წლამდე. დიახ, ეს მხოლოდ ერთი დღის მოვლენა არ არის. შენს ცხოვრებაში იწყება სრულიად ახალი 7 წლიანი ციკლი. გონება იწყებს აზროვნებას სხვანაირად. შეიძლება უცებ შეგეცვალოს შენი პოზიცია მნიშვნელოვან საკითხებზე, შეიძლება იმედგაცრუებულმა თემებმა შენს გონებაში მიიღონ ახალი, ნათელი ფორმა, შეიძლება დაუკითხავად დაიბადოს იდეა, რომელიც ყველაფერს ცვლის, კარიერაში, ცხოვრებაში ან სულში. წინააღმდეგობის მაგივრად ურანი გთხოვს სიახლეზე რეაგირებას არა შიშით, არამედ ცნობის მოყვარეობით. კომუნიკაცია შენს ხელშია სოციალური ძვრების გასაღები. შეიძლება დაგინახონ როგორც პროგრესული, თამამი და ანტიკონფორმისტული ხმა. მნიშვნელოვანი იქნება ვის ესაუბრები, როგორ ლაპარაკობ და რა იდეებს აზიარებ. შენ შეგიძლია გახდე არხი, რომლის გავლითაც სხვები ხედავენ ახალ რეალობას. ცვლილებები, რომლებსაც ვეღარ გაექცევი. შესაძლოა გრაფიკი აირიოს, ძველი გეგმები ვეღარ მუშაობს, ადამიანები, რომლებიც გფარველობდნენ, ახლა გზას გიღობავენ. ეს დრო არ არის შესანიღბად, ეს დროა გამოსაჩენად. ურანი გეუბნება, შენ ხარ ცვლილება, რომელსაც ელოდებოდი, რისი გეშინია, მაგრამ მაინც უნდა სცადო? საკუთარი თავის სრულად გამოხატვა, სულის გადაკვეთა კომფორტის ზონიდან ცვლილების ხელით მართვა, სანამ ის შენზე მოახდენს გავლენას. რას უნდა ველოდო ტყუპის ნიშნის წარმომადგენელმა? გონების გააქტიურებას ტექნოლოგიებში, სწავლაში, იდეების წარმოებაში, შესაძლებლობას შეცვალო პროფესია ან გადახვიდე სრულიად ახალ სფეროში, მეგობრებთან, პარტნიორებთან ან ჯგუფებთან მოულოდნელ დისტანციას ან სრულიად ახალ კავშირებს. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ენერგია? 2025-2032 წლები, ეს 7 წლიანი ციკლია, რომელიც დაიწყება ახლა და ეტაპობრივად შეცვლის იმას, ვინც ხარ, როგორ ფიქრობ და როგორ ურთიერთობ სამყაროსთან. დაწერე კომენტარებში, მე ვარ ცვლილება და მე ვიწყებ ჩემს ახალ ეტაპს დღესვე და ურანი შენს გულში ზუსტად იმ ადგილს გაანათებს, რომელიც დიდხანს იმალებოდა.